პირველად შეხვდათ რომ ემზადებოდით თქვენთან მოსასვლელად, ლადა დიაბეტის შესახებ ძალიან მწირი არის ხოლმე ინფორმაცია, ერთ-ერთი მაყურებელი წერდა ერთ-ერთ პოდკასტს. ეს ლადა დიაბეტი არც მე გამიგია და რას ნიშნავს ესეც რო გითხრათ? ეს ლადა დიაბეტი ვითარდება მოზრდილ ასაკში. წესი დიაბეტი, როგორც წესი, ვითარდება ხოლმე ბავშვებში. ბავშვთა ასაკში ხდება პირველად მისი მანიფესტაცია და მისმა უკვე რომ ჩამოყალიბებულია დიაბეტი უკვე გვიანი არის, იმიტომ რომ მთელი რესურსი რაც კი უჭრედული იყო განადგურებულია და ბავშვობიდან ადამიანები არიან ინსულინზე და სწავლობენ ცხოვრებას ამ ტიპერ დიაბეტთან. ლადა დიაბეტი გახლავთ ისეთი ფორმა, რომელიც უკვე ვითარდება მოზრდილობაში. და ხშირად ეშლებათ ხოლმე ტიპურ დიაბეტთან და ამ დროს არის ტიპი 1 დიაბეტი და ესეთი განსხვავება რატო ხდება და როგორ ხდება ზუსტად ამაზეც ინფორმაცია ჯერ არ არის, მაგრამ მოგვიანებით ასაკში, მოზრდილ ასაკში ხდება ამ დაავადების ჩამოყალიბება. და მკურნალობის პროცესიც დაახლოებით იგივე რაც ტიპი 1, ტიპი 2 შემთხვევაში? დაახლოებით იგივეა რაც ტიპი 1-ის. რა ძველი ყოფილა გუში რომ უსმენდი? მე მგონა რომ მომესმა რომ ასეთი ძველი დაავადებაა და ამდენი საუკუნე არსებობს. ძველი და ამავე დროს ძალიან საშიში დაავადება. ო. თან გუში ბრძანეთ ქალბატონო ეკა რომ პრაქტიკულად გადარჩენა შეუძლებელი იყო ხოლმე სანამ ინსულინის გამოიგონებდნენ, ხო? მე მგონი ასეთ. ინსულინის აღმოჩენამდე ერთადერთი საშუალება იმისა რომ ემართათ დიაბეტი იყო შიმშილი. ფოტოები რო იყო კი კაცრი სიმშილი და ადამიანები მიდიოდნენ კახექსიურ მდგომარეობამდე მთლიანად განლეული კუნთოვანი მასა და მაინც იღუპებოდნენ, მაგრამ რამოდენიმე თვის მოგების საშუალებას აძლევდა ეს. ასე რომ დიაბეტის აღმოჩენა სასწაულის ტოლფასი იყო მაშინ. ინსულინის აღმოჩენა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ინსულინმა გადაარჩინა ფაქტიურად ეს ხალხი სიკვდილს. პენიცილინის აღმოჩენის დონისაა, ალბათ თუ მეტის არა. კი ბატონო, იმიტომ რომ ტიპი 1 დიაბეტი არის გლობალური პრობლემა, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი არის დაავადებული დღეისათვის მთელ მსოფლიოში ტიპი 1 დიაბეტით. ტიპი 2 გაცილებით მეტია ალბათ. ტიპი 2 ძალიან ბევრია. რამოდენიმე 450 მილიონი იქნება 2027 წელს გათვლილია მთლიანად ტიპი 1 და ტიპი 2.